მათ ხელფასები, რა თქმა უნდა, არაევროპული აქვს, მიახლოებულიც არ არის ევროპასთან. პოზიცია მათი არის არაევროპული, რაც არ უნდა წარმოგვიჩინო, რომ ისინი ევროპულად აზროვნებენ და ევროპისკენ აქვთ სრული ინტეგრაციის მათი პოზიცია და მათი საქმიანობიდან არის არაევროპული, მაგრამ ერთი მნიშვნელოვანი გარემოება, რაც ხაზგასმელია და არგუმენტათაც გამოდგება ყველასთან, ვინც რაღაცა დავჭიჭინებს და რაღაცა დემოკრატიას გვიწუნებს, იქ ადამიანის უფლებებს გვიწუნებს, ნახონ თუ როგორ თავისუფალია დღეს საქართველოში ბიზნესი. როგორ მათ შორის ამ პოზიციის მქონე ადამიანებსაც, როგორ აქვთ სრული შესაძლებლობა ცდომა კონდეთ, იყონათ დაცულები, ხელშეუხებლები, არავინ მათი საკუთრება აღარ გადაიფორმოს, არავინ მათზე ზეწოლა აღარ მოახდინოს, არავინ მათ არ დაარეკეტოს და მათ როგორც ინფრასტრუქტურული კუთხით აქვთ ყველაფერი ხელშეწყობა, ასევე ბაზრებთან ცდომის კუთხით აქ ის ციფრები იქნება მოყვანილი, მათ შორის რუსეთის ფედერაციაში თუ როგორ ვაჭრობს ეს ხალხი და ამ თავის საქმიანობიდან გამომდინარე ამტკიცებენ იმას, რომ არიან არაევროპელები, მაგრამ სიტყვებით და იმითით საზოგადოებამ გავსჯით სწორედ იმ შედეგები და იმ საქმიანობიდან და იმ პოზიციებიდან, რასაც ესენი ახორციელებენ და მათ საერთო ევროპასთან აფელი არ აქვთ. მათ საქმიანობიდან სწორად ახსენეთ, რომ რა დღეში ხავთ თანამშრომლები. მიახლოებულიც არ არის იმ ევროპულ სტანდარტებთან ის შრომითი უფლებები, რომელიც ეს ადამიანები ამყოფებენ საკუთარ თანამშრომლებს. და უნდა დაინახონ და დააფასონ ის მიდგომა და ის სივრცე თავისუფალი რაც არის დღეს. უნდა დაანახონ თუ სახელმწიფო ვერ მიყვება და ყველაფერს ვერ დაუგეგმავს. არის ინფრასტრუქტურა შეუქმნას და ბაზრებთან ცდომა მიცეს. გამოვიდეს რომელიმე და თქვას რომ ამის ნაკლებობა გააჩნია დღეს. რომ არ აქვს შესაბამისი ინფრასტრუქტურა, საგადასახადო შეღავათები არ აქვს და დაბალი გადასახადებს არ სარგებლობს, თუ არ აქვს რომელიმე დიდ ბაზართან ცდომა. სადაც მათ თავისუფლად შეიძლება აიღო და პროდუქცია გაიტანო. ან ერთი არგუმენტი მოიყვანონ, რომ ამ პოზიციების მიუხედავად ვინმე მათზე ზეწოლა მოახდინა. ეს ხას უსვამს იმას, რომ ჩვენ ქვეყანაში არის ადამიანის უფლებები დაცული, ბიზნესის აბსოლუტური თავისუფლება არის და ნებისმიერ ბიზნესმენს რაც არ უნდა ის კონდეს შესაძლებლობა აქვს თავისუფლად გამოვიდეს ნებისმიერი მიმართულებით. მათ შორის მიუღებელი რაც არ უნდა იყოს პოზიცია დააფიქსიროს, ისე რომ მას არავინ ამისთვის პასუხს არ მოთხოვს, არავინ არ დაარეკეტებს და ეს არის განსხვავება იმ რეჟიმს შორის, რომელიც ახლა ეტმაცნებია და რაღაცა გათეთრება უნდა შემოგთავაზონ ამით, მაგრამ ეს არაევროპელები, ვითომ ევროპელები ბჭყალებში საქმიანობით არაევროპელები საბოლოო ჯამში თავიანთ შედეგს საზოგადოებისგან მიიღებენ პოზიციას და საქმიანობის უფლება მათ როგორც ახლა საქმიანობენ, ისევე განახორციელებენ დარწმუნებულად. მათ ხელს არავინ აღარ შეუძლია. ევროპაზე საუბრობ ბატონ ნიკოლოზ და აფრიალებენ ევროპარლამენტის არაერთ რეზოლუციას, სადაც მოგვიწოდებდნენ, რომ სანქციები დაგვეწესებინა რუსეთისთვის. სახელმწიფოს თქვა დაუშვა და გაიკეთებინა ეს. ამ ბიზნესმენების, რომელიც მათ ეკონომიკურ საქმიანობას მნიშვნელოვანი ზიანი და ზარალი მიადგებოდა, წარმოვიდგინეთ რა პოზიცია ექნებოდა დღეს. წარმოვიდგინეთ როგორ პოზიციით იქნებოდნენ და როგორ დაუწყებდნენ ხელისუფლებას იმას, რომ არ აქვს შესაძლებლობა საკუთარ პროდუქციას აწარმოონ და გაყიდონ. ვერ იღებენ იმ დოვლათს, რაც აქამდე ჰქონდათ. მაქსიმალურად კეთდება ყველაფერი, რომ ბიზნესს ჰქონდეს ცდომა ბაზრებთან, მათი უფლებები იყოს დაცული და ამ ადამიანებმა ეს უნდა დაინახონ და პირველ რიგში უნდა ასახონ, იაზრონ სახელმწიფოებრივად, უნდა დისტანცირდნენ იმ უხეშ ძალასთან, რომელიც მხოლოდ ორიენტირებულია იმაზე, რომ ქვეყანა დაასუსტოს, სუვერენიტეტი დაასუსტოს, წარმოება შეაფერხოს, მოსახლეობა ისევ უმუშევრობისთვის და უმედობისთვის გაწიროს, მომავალი გახდეს გაურკვევლობაში ამყოფოს, ემიგრაცია გაზარდოს და ეს ძალები ახლა, რომელსაც ეს ადამიანები გვერდში უდგანდა და ცოტა გონს მოეგონ და შეირგონ ის საკეთეები, რომელიც როგორც სამართლებრივად, ისე სოციალურად და ისე სხვა კუთხით იღებენ სახელმწიფოსგან. კი ბატონო.